გამარჯობა, მე გიორგი ვარ და ამ ვიდეოში ვისაუბრებ თუ როგორ აფასებენ მეწარმის გადახდის უნარიანობას საფინანსო ინსტიტუტები. რა ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება მეწარმეს, როდესაც სესხზე მოთხოვნას აფიქსირებს და რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი, როგორც მეწარმისთვის, ასევე საფინანსო ორგანიზაციისათვის. გადახდის უნარიანობა ეს არის ბიზნესის შესაძლებლობა დაფაროს აღებული სასესხო ვალდებულება. მისი შეფასება არის კრედიტის გაცემის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საფინანსო ინსტიტუტისთვის, ასევე მეწარმის დაცულობისათვის. გადახდის უნარიანი კლიენტის დაკრედიტებით საფინანსო ორგანიზაცია თავის რესურსებს იცავს. მეწარმე კი დაცულია, რადგან ვერ აიღებს ისეთ ვალდებულებას, რომელსაც ვერ გაუმკლავდება და საბოლოოდ ზიანი არ მიადგება მის ბიზნესს. ფაქტობრივად გადახდის უნარიანობის შეფასება აჩვენებს, შეუძლია თუ არა ბიზნეს სესხის მომსახურება ისე, რომ ბიზნესის პროცესი არ დაზარალდეს. საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაკრედიტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთ კითხვაზე დგას: შეუძლია თუ არა ბიზნეს სესხის მომსახურება დამატებითი ფინანსური წრეხის გარეშე. ამ შეფასების დროს საფინანსო ინსტიტუტი რეალურად ცდილობს ნახოს, რამდენად სტაბილურია ბიზნესი, როგორია არსებული ფინანსური მდგომარეობა, რამდენად რეალისტურია მეწარმის გეგმები და რა რისკებია და რამდენად შეიძლება აღნიშნული რისკების მართვა. ეს არაა მხოლოდ ფორმალობა და საზრდამხედველო მოთხოვნები, არამედ ეს არის ბიზნესის სარკე, რომელიც თავად მეწარმესაც ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. სესხის განაცხადების დამუშავების პროცესში ბიზნესში არსებული სიტუაციის შესასწავლად სხვადასხვა დოკუმენტები მოითხოვება. ეს შეიძლება იყოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც აჩვენებს ბიზნესის იურიდიულ ფორმას, პარტნიორებს, რეგისტრაციას, საქმიანობის ტიპს, საფინანსო ორგანიზაციას ეს ეხმარება გაიგოს მეწარმის შესახებ. ბიზნეს გეგმა არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც აღწერს ბიზნესის საქმიანობას, მის პროდუქტებსა და მომსახურებებს, მიზნობრივ მომხმარებელსა და ბიზნეს მოდელს, რომლის მიხედვითაც კომპანია მოგებას აგენერირებს. ასევე მასში არსებული და მოსალოდნელი ხარჯები, სესხის მიღების შემდეგ დაგეგმილი ცვლილებები და ის თუ როგორ უზრუნველყოფს ბიზნესის სესხის დაფარვას. ასევე მნიშვნელოვანია საკადასახადო უწყისები, რომელიც წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ოფიციალური თვალით დანახულ ბიზნესს, რის საფუძველზე საფინანსო ორგანიზაცია აფასებს თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების რეალურობას. აკვირდება, ახასიათებს თუ არა ბიზნეს სეზონურობა, სწავლობს, რამდენად რისკიანია საქმიანობა საკადასახადო დისციპლინის თვალსაზრისით. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტაციას წარმოადგენს შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი ინფორმაცია და მათი შესწავლა. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის დროს საფინანსო ინსტიტუტი ყურადღებას აქცევს დღიურ, თვიურ ბრუნვას, საბანკო ამონაწერებს, ინვოისებს, ხელშეკრულებებს, მარაგების მოძრაობას, თანამშრომლების ხარჯებს, სესხების მენეჯმენტს და სხვა მრავალ ინფორმაციას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ საფინანსო ორგანიზაციისთვის მთავარი კითხვა ასეთია: გაქვთ თუ არა სტაბილური ფულადი ნაკადები, რომლებიც დაფარავს სესხს. უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და იგი განიხილება ვალდებულების დაფარვის დამატებით მეორად მნიშვნელობის წყაროს. გირაო ყოველთვის დადებითად არ წყვეტს დაფინანსების საკითხს, მაგრამ აუმჯობესებს სესხის პირობებს და ამცირებს რისკებს. ამასთანავე ზრდის ნდობას. ამ პროცესში ბანკი აანალიზებს ქონების ტიპს, ის თუ რა სახის უზრუნველყოფა, უძრავი ქონება, ავტომობილი, ინვენტარი თუ ასე შემდეგ. ლიკვიდურობას, რამდენად ლიკვიდური აღნიშნული უზრუნველყოფა და რამდენად სწრაფად და რეალურად შეიძლება მისი გაყიდვა საჭიროების შემთხვევაში. სესხის უზრუნველყოფის მაჩვენებელს იგივე LTV კოეფიციენტს, რომელიც გვიჩვენებს იმას, თუ სესხის მოცულობის რა ნაწილია უზრუნველყოფით. უზრუნველყოფის რეალურ საბაზრო ღირებულებას, ანუ რეალურად რა ღირს ქონება ბაზარს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უზრუნველყოფა არ ცვლის ბიზნესის ფინანსურ რეალობას. თუ ფინანსური პოზიცია და ფულადი ნაკადები არასაკმარისია, მხოლოდ უზრუნველყოფის საფუძველზე საფინანსო ორგანიზაცია სესხს არ გასცემს. აღნიშნულ ნაწილში გავეცანით რა არის გადახდის უნარიანობა, რატომ არის მისი შეფასება მნიშვნელოვანი და რა ინფორმაციას ითხოვს საფინანსო ინსტიტუტი ბიზნესის სესხის განაცხადის განხილვისას. შემდეგ ვიდეოში უკვე განვიხილავთ, როგორ აფასებენ საფინანსო ორგანიზაციები თავად ბიზნესს და მის გადახდელ უნარიანობას.